გაზაფხული, ქალი და დედა, ასე დაარქვეს თავიანთ ღონისძიებას მე-6 საჯარო სკოლის მე-6 B კლასის მოსწავლეებმა და მხატვრული ღონისძიების მთავარი ადრესატები კულტურისა და შემოქმედების ცენტრის დარბაზში მიიწვიეს, სადაც მოსწავლეების, პედაგოგისა და მშობლების ერთობლივი შემოქმედების შედეგად ნამდვილი სადღესასწაულო განწყობა შექმნეს. გაზაფხულის შემოგზავნებასთან დაკავშირებით ზეიმი, ზოგადად დავარქვით გაზაფხული, ქალი და დედა, რომელიც ეძღვნებოდა გაზაფხულს, ყველა ქალბატონს და ყველა დედას. მე-6 საჯარო სკოლის მე-6 B კლასმა გამოიჩინა ინიციატივა და სწორედ გაზაფხულის შემოგზავნებას აი ესეთი ლამაზი ღონისძიება მიუძღვნა და აუცილებლად მინდა ვთქვა, ეს ღონისძიება არ შედგებოდა ისე, რომ არა მშობლები, მოსწავლეთა მშობლები, რომლებიც ძალიან დამიდგნენ გვერდით, მოსწავლეები, რომლებიც ძალიან მონდომებით მუშაობდნენ ყველა რეპეტიციის დროს და მე მგონი ნამდვილად გამოვიდა ის, რაც გვინდოდა. დღევანდელი დღე მიუძღვენით ქალბატონებს და მათ შორის დედებსაც. მინდა ყველა ქალბატონს და დედებს მიულოცო ეს დღევანდელი დღე. ყველა მათ შორის ყველას დიდ მადლობას გიხდით მობრძანებისათვის. მინდა მოგილოცოთ გაზაფხულის შემობრძანება. დღევანდელი დღე მიუძღვენით ქალებს, ქალბატონებს, დედებს და გაზაფხულს. ეს დიდი მადლობა მინდა გადავხადოთ ჩვენ ღონისძიების ორგანიზატორს, ჩვენს დამრიგებას თინათის ალხაზარშის, რომ ეს ღონისძიება ჩვენსა და მაყურებლის წინაშე წარდგა. დღევანდელი დღით მე ვარ ძალიან კმაყოფილი. ეს დღე იყო მიკუთვნილი ქალთა დღისთვის, დედის დღის გაზაფხულისთვის. მინდა ყველა ქალბატონს და დედას მიულოცო გაზაფხულის შემობრძანება და ამავდროულად დედის დღე. ღონისძიების შინაარსს, მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და გულწრფელად გადმოცემულ ემოციებს დამსწრეს საზოგადოებისგან შესაბამისი რეაქციები მოჰყვა. აღფრთოვანებული ვარ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. გაზაფხულის დღესასწაულები მოგვილოცეს ჩვენმა პატარებმა. შესანიშნავად გაართვეს თავიანთი დამრიგებლის თინიკო მასწავლებლის მიერ დაკისრებულ მოვალეობას. დიდ მადლობას მოახსენებ ბავშვებს, პირველ რიგში დამრიგებელს თინათინ ალხაზაშვილს. ყველა ქალბატონს ულოცავ გაზაფხულის დღესასწაულებს. დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო დღევანდელ დღეზე. აღფრთოვანებული ვარ, იმიტომ რომ ესე იგი მე დღეს ვიყავი მე-6 საჯარო სკოლის მე-6 B კლასის ღონისძიებაზე და წარმოუდგენელია, რომ ერთმა კლასმა, მით უმეტეს ასეთმა მცირერიცხოვანმა, ასეთი ქართული ღონისძიება მიუძღვნას დედას, ქალს. მივაღწიეთ იმას, რაც გვინდოდა, აღნიშნეს ღონისძიების მონაწილეებმა, რომლებმაც ერთსაათიანი სადღესასწაულო პროგრამით გაზაფხულს, ქალსა და დედას თემატური მხატვრული ნომრები მიუძღვნეს და თავიანთი სასკოლო ცხოვრება კიდევ უფრო გაამრავალფეროვნეს.